საქართველოს ესპანეთში ბარსელონაში ბიზნეს ტურიზმის მასშტაბური გამოფენა ტარდება. IBTM World ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენა, რომელიც ბიზნეს ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული. ღონისძიებაზე 150 ქვეყანას შორის საქართველოც არის წარმოდგენილი. სტუმრებს ქვეყნის საქმიანი ტურისტული პოტენციალის გაცნობის საშუალება აქვთ. მიმდინარეობს შეხვედრები საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიებთან და მსხვილი ღონისძიებების მენეჯერებთან განხილვის. მთავარი თემა კი საქართველოში მსხვილი ტურისტული ღონისძიებების ჩატარება და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა. გამოფენას, რომელშიც 2000-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობს, 1000-ობით სტუმარი ჰყავს. ესპანეთი, კონკრეტულად კი ბარსელონა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენის IBTM World 2025-ის მასპინძელია. ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი გავლენიანი გამოფენის მონაწილე უკვე რამდენიმე წელია საქართველოცა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ღონისძიების ფარგლებში არაერთ საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან, ავიაკომპანიებთან თუ მსხვილი ღონისძიებების მენეჯერებთან შეხვედრები უკვე გამართეს. ჩვენ გვაქვს მთელი დღის განმავლობაში ჩანიშნული შეხვედრები ისეთ მსხვილ კომპანიებთან, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ატარებენ ბიზნეს შეკრებებს, ბიზნეს ღონისძიებებს. აღნიშნული გამოფენა ორიენტირებული არის მხოლოდ ბიზნეს ტურიზმის განვითარებაზე. ჩვენ გარკვეული ღონისძიებები გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოში ბევრად მეტი საქმიანი მოგზაური ჩამოვიყვანოთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიოს მასშტაბით ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანები საქმიანი შეხვედრებისთვის შეხვდნენ ერთმანეთს. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით აჭარას დიდი პოტენციალი გააჩნია, რასაც ადასტურებენ უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებსაც ვხვდებით გამოფენის ფარგლებში. IBTM World-ის საუკეთესო პლატფორმაა რეგიონში საერთაშორისო ღონისძიებების მოსაზიდად და ის აქტივობა, რომელიც გვაქვს სტენდზე, ცხადყოფს, რომ გაზრდილია აჭარისადმი დაინტერესება. საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულებით დაინტერესება ყოველწლიურად მზარდია. ბიზნეს ტურიზმის გამოფენაში საქართველოდან 9 კომპანიის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. მათი თქმით, წელს საქართველოს პოტენციალით არაერთი ახალი ქვეყანა დაინტერესდა. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2026-27 წლისთვის საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებაზე უცხოური კომპანიები უკვე მუშაობენ. ინტერესი ნამდვილად არის და ინტერესი ხედავს სხვადასხვა ახალი ქვეყნებიდან, რომელიც ადრე არ იყო, ამიტომ მინდა რომ აღვნიშნო ეს. ის ქვეყნები, რომლებიც ადრე დაინტერესებულები იყვნენ საქართველოში, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულები არიან. ეს 2026-2027-ისთვის უკვე გეკავენ რაღაც დიდ ღონისძიებებს და მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა, პოზიციონირება ჩვენი ქვეყნის. ძალიან ბევრი უცხოელი პარტნიორი ყავს მოზიდული, ჩამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის. წარმოდგენილი არიან როგორც ევროპის, ასევე აზიის უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი კომპანიები. საქართველოს როგორც საქმიანი ტურიზმის ცენტრი, ასე აფასებენ საქართველოს ბიზნეს ტურიზმის პოტენციალს წამყვანი უცხოური კომპანიები. მათი თქმით, ტურისტული ადგილები, გასტრონომია, გამარტივებული სავიზო რეჟიმი ხელს უწყობს დაინტერესებულ კომპანიებს საქართველოში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებები გამართონ. Ვფიქრობ, საქართველოს აქვს პოტენციალი გადაიქცეს ცენტრად საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა. ამას ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული ადგილები, გასტრონომია, გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ყოველივე ეს ხელს უწყობს როგორც მოგზაურებს, ასევე ბიზნეს ღონისძიებების მსხვილ ჯგუფებს 300-დან 500 კაცამდე რომ ეწვიონ საქართველოს, რადგან საქართველოს იდეალური დანიშნულების ადგილია ბიზნეს ღონისძიებებისთვის. ბარსელონას საერთაშორისო ტურისტული გამოფენა IBTM World 2025-ის გამოფენაზე ყოველწლიურად წარმოდგენილია 150 ქვეყნის 2500-ზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო გამოფენის სტუმრების რაოდენობა 12000-ს საჭარბობს. საქართველოს წარმომადგენლები ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე კიდევ ერთი დღე შეეცდებიან საქართველოს ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტ კომპანიას გააცნონ.